სამების საკათედრო ტაძარში საშობა ღვთისმსახურებაზე მიბრძანდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. მსახურება აღავლინა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მღვდელმთავრებთან ერთად. საშობაო წირვას მრევლთან ერთად ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, მიხეილ ყაველაშვილი და ქართული ოცნების სხვა ლიდერებიც დაესწრნენ. Ჩობის დღესასწაულს, ლოცავ სრულიად საქართველოს შობა არის სიყვარულის დღესასწაული, სიგეთის დღესასწაული, ეს არის დღესასწაული, რომელთანაც დაკავშირებულია სამყაროს განახლება და ყველას მინდა უსურვო სიყვარული და სიგეთე და კიდევ ერთხელ გილოცავთ შობის დღესასწაულს თითოეულ გვენას. სრულიად საქართველოს ულოცავ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ასევე ულოცავ ჩვენ თანამემამულეებს, რომლებიც იმყოფებიან საზღვარგარეთ. ულოცავ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ოს და აფხაზ და-ძმებს, ჩვენს ოჯახებს, ქრისტესობის მადლი შეეწიოს უყველას. ჩვენთვის თითოეული ქრისტიანისთვის, თითოეული მართლმადიდებლისათვის უმნიშვნელოვანესი არის დღესასწაული, იმდენად, რამდენადაც თითოეული ჩვენთაგანის ცხონება და გადარჩენა არის დამოკიდებული სწორედ ამ მოვლენაზე. რომალ შობილი იყო ჩვენი მაცხოვარი იესო ქრისტე, მაშინ ვერ შეგებოდა გადარჩენა ადამიანისა, ცოდვისაგან, წარწმედისაგან, სიკვდილისაგან არ იქნებოდა გამოხსნილი ადამიანის მოდგმა. ჩვენმა მაცხოვარმა თავისი შობით ჩვენ გამოგვიხსნა იმ საშინელებისაგან, რასაც ქვია ცოდვა. სამთელ საქართველოს მინდა რომ ყველას ჯანმრთელობა უსრო, ბედნიერება უსრო, ხვავი და ბარაკა და გვეწეოდეს უფლისმადლი. ამას დაესწარით. მშვიდობა, სიყვარული, სიკეთე. ჯანმრთელობა ყველა ოჯახში, ყველას და რა ვიცი, გილოცავთ, მიყვარხართ, ბრავო ჟამიერ.